ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა გოლი. სენტ-ეტიენმა ბულონი სწორედ ქართველის გოლით მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. დავითაშვილმა შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და ის 99 წუთზე შეცვალეს. ქართველის თამაში 7.2 ქულით შეფასდა. დავითაშვილი კვლავ ფრანგული პრესის ყურადღების ქვეშაა. გამოცემა Le Progress წერს, რომ 23 წლის ქართველი სენტ-ეტიენის მომავალს წარმოადგენს და კლუბი ახალ გუნდს სწორედ მის გარშემო მოაშენებს. მიუხედავად ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ დავითაშვილი მაინც ფიქრობს წასვლაზე, რადგან მას პრემიერ ლიგისა და თურქეთის სუპერლიგის კლუბები იწვევენ. სენტ-ეტიენი საერთოდ არ ფიქრობს მის გაყიდვაზე და ახალი გუნდის აშენებას დავითაშვილის გარშემო ცდილობს, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა არაპროგნოზირებადია, წერს გამოცემა. საფრანგეთის ლიგა 1-ში ქართული საფეხბურთო დაპირისპირება შედგა. ერთმანეთს ლიონი და მეცი დაუპირისპირდნენ. ლიონში შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო გიორგი მიქაუტაძემ, ხოლო მეცის მხრიდან სასტარტო შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი იყვნენ. მატჩი ლიონელების გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მეტოქეს 3-0 სძლიეს. ქართველებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება გიორგი მიქაუტაძემ დაიმსახურა. მისი თამაში 7.5 ქულით შეფასდა. გიორგი წიტაიშვილი 6.3 ქულით, ხოლო აბუაშვილი 6.6 ქულით. ჯანლუიჯი დონარუმამ მანჩესტერ სიტისთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა. ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მის ცნობით ახლა მოლაპარაკებები დონარუმას ყოფილ კლუბ PSG-სა და მანჩესტერ სიტის შორის მიმდინარეობს.